ისევ როგორც რუსეთში ივანიშვილის რეჟიმი ყველას გაქრობას აანონსებს. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მათ რიტორიკაში ისევ დაბრუნდა. ამის გაკეთებას კი ოქტომბერში აპირებენ, მიტაცებული სასამართლოს დახმარებით. საქმის ძირითადი ნაწილი უკვე შეასრულა წულუკიანის კომისიამ, რომელმაც მოღალატეობრივი დასკვნა მოამზადა. საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიები სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე უნდა აკრძალოს. სალომე ლაბაძე უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. სალომე, გისმენთ. ოპოზიციური პარტიების გაუქმების გეგმა რომ ძალაშია და ქართულ ოცნებას ეს განზრახვა არ შეუცვლია, ამის შესახებ საზოგადოება სწორედ თეა წულუკიანმა შეახსენა, რომელმაც თქვა, რომ ოცნების ერთპარტიულ პარლამენტში უკვე მუშაობს იურისტების ჯგუფი იმისთვის, რომ მომზადდეს დოკუმენტი, რომელიც გადაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში და რომლის ძალითაც ქართული ოცნება ოპოზიციის სრული შემადგენლობის გაუქმებას მოითხოვს. მათ შორის საუბარია იმ პარტიების გაუქმებაზეც, რომლებიც მაშინ როცა ქართული ოცნება ახლა მათი აკრძალვისთვის მუშაობს, ემზადებიან იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში. დღეს ირაკლი კობახიძემაც გითხრა, რომ ამ გეგმის მიღმა ვერც ლეო ზლიერი საქართველოს დარჩება და ვერც გიორგი გახარიას პარტია, თავად პროცესი კი ირაკლი კობახიძემ დემოკრატიულ პროცესად გამოგვიცხადა. ოქტომბერში წესით შევა შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური ნაცმოძრაობის ქვეშ. ეს არის დემოკრატიული პროცესი. ყველა ვინც ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ყველა ვინც მოიაზრება კოლექტიური ნაცმოძრაობის ქვეშ, რადიკალური ოპოზიციის ქვეშ, უცხოური აგენტურის ქვეშ, რა თქმა უნდა, ყველას ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქართული ოცნებისგან გასაკვირი არ არის ის, რომ ახლა მათ 4 ოქტომბრამდე ერთი კვირით ადრე საზოგადოებას ისევ შეახსენეს პარტიების აკრძალვის საკუთარი გეგმა. ლეო ზლიერ საქართველოში განმარტავენ, რომ ეს არის სწორედ ოცნების წინასაარჩევნო მცდელობა, რომ ამ პერიოდში შეძლოს და გააქტიუროს ის ამომრჩეველი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიმართ აგრესიით გამოირჩევა. თუმცა ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ ქართული ოცნებისგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა მოსაოდნელი იყო მას შემდეგ, რაც პარტია უკვე დაუპირისპირდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მას შემდეგ, რაც ის აქტიურად ცდილობს ასევე კრიტიკული მედიის განადგურებასაც, თუმცა ოპოზიციის განმარტებით ოცნების ეს მცდელობა აღმოჩნდება წარუმატებელი და ოქტომბერი სწორედ ის თვე იქნება, როცა ივანიშვილის პარტიას ძალაუფლების დათმობა მოუწევს. ივანიშვილის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას 13 წელია სწორედ ეს ამოცანა აქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით დევნოს, ნაციონალური მოძრაობა გააუქმოს, მაგრამ ამ საცოდავებმა, ამ რუსეთის მონებმა და ფულის მონებმა არიციან და ვერ შეიგნეს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის ქაღალდზე დაწერილი რაღაცა ნებართვა თუ დოკუმენტი. ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და იქნება იდეა, ერთიანი, ძლიერი, წელში გამართული დემოკრატიული ქართული სახელმწიფოსი. არასამთავრობო სექტორის მედიის წინააღმდეგ პრობლემების შექმნის შემდეგ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების დროს დგება და ხო ის მართლა შეეცდება აკრძალოს ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც მისდამი კრიტიკულად არის განწყობილი. უფრო მეტიც, კაცო, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით ჩათირიშვილი გვესაუბრებოდა ცოტა ხნის წინ მისი მთავარი იდეოლოგი და გვეუბნებოდა, რომ ქვეყანა დატოვეთ საერთოდ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდა წადით ამ ქვეყნიდან. აქ მარტო ბიძინა ივანიშვილი და მასთან მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი უნდა იყოსო. ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია. როგორ შეიძლება ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა შეეგუოს ამას. ქართულმა ოცნებამ გაძარცვა 14 წლის მანძილზე ქართველი ხალხი, წარმოუდგენელი კორუფციის შედეგად დღეს ასევე წარმოუდგენლად არიან გამდიდრებული ქართული ოცნების მმართველი ელიტა და გაღარიბებულია ქართველი ხალხი და ამ ხალხს იმის ნაცვლად, რომ რაიმე შეცთავაზონ იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს საქართველოს ნებისმიერ ამორჩეველს, მათ მორიგჯერზე ასაღებენ ანტინაცურ, ასე ვთქვათ, პროპაგანდას წინასაარჩევნოდ, რომ ამითი შეძლონ, რომ მობილიზაცია გაუკეთონ იმ მცირერიცხოვან ამორჩეველს, რომელიც ჯერ კიდევ შერჩა აი ამ კორუმპირებულ ქართველი ხალხის ძარცველ პოლიტიკურ ძალას. თეა წულუკიანმა განმარტა ისიც, რომ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი და პარტიების აკრძალვაზე მსჯელობა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა ოცნებას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს პროცესი უნდა შეეხოს ოპოზიციას თითქმის სრული შემადგენლობით, მათ შორის იმ პარტიების ჩათვლითაც, რომლებიც შესაძლოა არ წარმოადგენენ პარტია ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა რომლებსაც ქართული ოცნება გულისხმობს ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში. მათი აკრძალვის საფუძვლად, როგორც უკვე აღინიშნა, ქართული ოცნება გამოიყენებს
ცულკიანის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც არაერთი შეფასებით ღალატის კომისიის დასკვნად არის შეფასებული და ასევე უნდა ითქვას, რომ ქართული ოცნებისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიები უკვე ფორმალურ დონეზეც დე იურედაც გაუქმოს და მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ის, რომ ყველა ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ან იმყოფებოდა, ან ამ დრომდეც რჩება რეჟიმის საპატიმროში.